მოგესალმებით თრიალეთის სტუდიიდან, მე ვარ ჟურნალისტი ლელა ლობჟანიძე. დღეს ჩვენი სტუმარია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი. მოგესალმებით ბატონო უჩა, მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით. ბატონო უჩა, თქვენთვის ალბათ ცნობილი არის, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშებს ადევს ინკასო. ეს არ არის ერთადერთი მედია საშუალება, სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ ბათუმელებიც და მანამდე იყო რადიო ჰერეთი. მე მინდა თქვენი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს პირდაპირ თქვათ პოლიტიკური დევნის მექანიზმი ხელისუფლების მხრიდან, ფინანსური ბერკეტი და არის თუ არა ეს მცდელობა, რომ შეასუსტონ მედია და ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ალბათ უნდა შევაფასოთ კონტექსტში, თუ რა ხდება ზოგადად ქვეყანაში, ვხედავთ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით მედია მოჩნდა, ასე ვთქვათ, ის საშუალებები, მედია საშუალებები აღმოჩნდნენ, ასე ვთქვათ, თავდაცვის ობიექტები და არაერთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით მედია საშუალებები, რომლებიც ასე ვთქვათ, დამოუკიდებელ აზრებს ახმოვანებენ მოსახლეობის ინტერესებს და შეიძლება ითქვას, რომ მასზე არაერთი შემთხვევა იყო, ფაქტი აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის გამკაცრებაც ხდებოდა და მიღებული იქნა რაღაც ცვლილებები კანონებში იმისთვის, რომ უფრო მეტად შეზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში, ანუ ამ მიმართულებითაც იყო არაერთი ცვლილება ინიცირებული კანონში და შეიძლება ითქვას, რომ ეს ასე ვთქვათ, უფრო ხანგრძლივი პროცესია, რაც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს მედიაზე, ჟურნალისტებზე და ასევე, რა თქმა უნდა, არაერთი ფაქტი ჟურნალისტებზე თავდასხმის, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული, ხო, ძალადობის ათეულობით ფაქტებია ბოლო პერიოდის განმავლობაში, როდესაც არ არის გამოძიებული და როცა ხდება, ასე ვთქვათ, გამოყენება თუნდაც იგივე შემოსავლების სამსახურის თუ სხვა ბერკეტების მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, ხო, სახელმწიფო უნდა იყოს ფრთხილი იმისთვის, რომ ეს, რა თქმა უნდა საზოგადოებას უნდა გქონდეს უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია, რომ არის ეს ფინანსური დავა, თუ ეს არის პირდაპირ შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე და ჩვენ ვხედავთ, რომ რა მედია საშუალებები არიან ამ პრობლემის წინაშე, ხო, ინკასო გახორციელდა როგორც თრიალეთზე, ასევე ჰერეთზე, ბათუმელებზე იყო ასევე გუშინ, როგორც ვხედავთ და შეიძლება ითქვას, რომ ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება იყენებს შემოსავლების სამსახურს, როგორც ერთგვარ ანგარიშწორების იარაღს და ეს არის სამწუხარო, რომ რაღაც ეს დამთხევაც არის ხო დროში, როცა ვხედავთ, რომ მიზანმიმართულად იმ დამოუკიდებელი მედია საშუალებებზე ხდება და ასე ვთქვათ, ზეწოლა, რომლებიც უფრო ობიექტურად აშუქებენ მიმდინარე პროცესებს და სწორედ ეს შეიძლება იყოს საფუძველი იმის, რომ მათ წინააღმდეგ ასეთი ბერკეტები იქნა გამოყენებული. და აქ ოფიციალური მიზეზი შესაძლოა ნამდვილად იყოს დავალიანება, მაგრამ ის რომ მიდგომა ხელისუფლებას მედიის მიმართ უნდა გქონდეს განსხვავებული, ანუ უნდა ეცადოს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გაიგოს მდგომარეობა მათ შორის ფინანსური მედია საშუალებების შეთავაზოთ თუნდაც სხვა და სხვა ათქო მექანიზმი იმისთვის რომ ეტაპობრივად მოხდეს თუნდაც დაფარვა ხო სწორედ ამას ვითხოვდით ხო ჩვენ არ ვითხოვდით რომ განულებულიყო ეს თანხები იყოს შეთანხმება ეს არის ის წესები რომლებიც სტანდარტები რომლებიც გამოიყენება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებით და აქ ჩვენ ვხედავთ რომ პირდაპირ ინკასო და პირდაპირ შეიძლება იყოს რეპრესიული მექანიზმი იყო ამუშავებული და რაც ასევე ძალიან სამწუხაროა ეს არის სწორედაც რომ შერჩევი ანუ მთელი რიგი მედია საშუალებები რომლებიც ბიუჯეტიდან სახელმწიფო ანუ მოქალაქეების მიერ გადახდილი ახლა ფინანსდებიან და მათ აქვს დავალიანება სახელმწიფოსგან გაცილებით უფრო დიდი ვიდრე თავშეთ ამ მედია საშუალებებს ხო ჩვენ ვხედავთ რომ მათ წინააღმდეგ რა თუ არ არის გამოყენებული არასდროს ყოფილა გამოყენებული რაიმე მსგავსი მეთოდი და რა თქმა უნდა ეს ვიჩეს კითხვის ნიშნებს რომ ეს არის უნდა შერჩევით კონკრეტული მედია საშუალებები ამოღებული სწორედ ის მედია საშუალებები რომლებიც არ ახმოვანებენ იმ პროპაგანდას და რეალურად უფრო ცდილობენ ისაუბრონ თავისუფალ თემებზე სწორედ ამიტომაც არ არის თუნდაც იგივე იმედი ხო თუნდაც იგივე რუსთავი 2 ამ ბერკეტის ქვეშ მათ არ დაედოთ ინკასო თუმცა მათი დავალიანება ბიუჯეტთან საკმაოდ დიდია ხო 17 და 25 მილიონი ლარის ოდენობა და შეიძლება თქვას რომ ეს შედარებითაც კი ვერ შევადარებთ იმ თანხებს რის გამოც ამ კონკრეტული მედია საშუალებების
იმართო ბათუმელების თრიალეთის თუ ჰერეთის მიმართება გამოყენებული და ეს არის სამწუხაროდ შერჩევითი მიდგომა არის რომ კანონი აკანონობს ყველასთვის რომ ყველას რეალურად არ იხება განაბრად და ამ კონკრეტულმა შემთხვევაში ძალიან ნათლად აჩვენა რომ ეს არ არის რაღაც ფინანსური საკითხი ან დავა რომელიც უნდა ასე ვთქვათ კონკრეტულ კომპანიასა და საინტერესო შორის გადაწყვეტს ეს არის უფრო სხვა მიზეზი არის რეალურად ამის უკან ეს კონტექსტიც სწორედაც რომ ამას აჩვენებს და ამის მცდელობას უფრო გავს მით უმეტეს წინას აარჩენოთ თუ რაღაც რამდენიმე კვირაში ორ კვირაში იწყება საარჩევნო წინას აარჩევნო კამპანია 4 აგვისტოდან მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ თვალთვალებში ახალი არჩევნებისთვის მზადება იწყება ხომ ეს სხვა საკითხი მონაწილეობს არ მონაწილეობს მაგრამ ის რომ მედია განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების დროს ხდება ამ პერიოდში ხდება წინა პერიოდში ხდება ზეწოლის ობიექტი რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო დამატებით ნიშნავს რაღაც რავს თუ რა დგას ამ პროცესების უკან სახელმწიფოს მხრიდან დიახ, და აქვე დავამატებ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ ამ ვალის ჩამოწერას, ცხადია ჩვენ ვითხოვდით, რომ მოეცათ გადახდის საშუალება განაწილების და ასე შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა ამაზე უარი მივიღეთ. ბატონო უჩა, ანუ მე მაინტერესებს, ანუ უბრალოდ მინდა შეფასება რეგიონული მედიის როლი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, სადაც რუსული პროპაგანდა და ნარატივი, დეზინფორმაცია ძალიან მძლავრად ვრცელდება და ჩვენ სწორედ ამას ვცდილობდით, რომ აი ამ დეზინფორმაციის საპირისპიროდ გვემუშავა. ასევე მე მაინტერესებს, როდესაც მედია კარგავს ფინანსურ მდგრადობას, მაშინ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუნდაც რეკლამა კრიტიკულ მედიას არ ეხება და ბიზნესიც სწორედ მხოლოდ მაშინ არის, როდესაც თქვათ ხელისუფლებისგან აქვს თანხმობა რეკლამაც ამ შემთხვევაში სწორედ ბიზნესისგან და ასე შემდეგ. მოკლედ სარეკლამო ბაზარი არ არის სახარბიელო ამას გულისხმობ. შეიძლება ითქვას თუ არა წეღან კი ნაწილობრივ ვისაუბრეთ, რომ ეს არის ანუ რეპრესია პირდაპირ მედიის წინააღმდეგ და ეს მხოლოდ მედიას ეხება თუ ზოგადად თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არის კონკრეტული ტელეკომპანიის პრობლემა და ეს მათ არ ეხებათ და არ არის ზოგადად საზოგადოების პრობლემა. ის რაც ხდება ეს ეხება ყველას, ეს ეხება საზოგადოებას და განსაკუთრებით რეგიონებში არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი წყარო ინფორმაციის არსებობის, მით უმეტეს გაზრდილი დეзинფორმაციის და პროპაგანდის პირობებში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ხო? და შეიძლება ითქვას, რომ მედია ამ შემთხვევაში და მხოლოდ მედია, ზოგადად დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება მედია, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ არიან, ასე ვთქვათ, ამ პოლიტიკის წინააღმდეგ შეიძლება ითქვას, რომ იგივე ეს მიღებული პრაქტიკა და ის კანონები, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული, პირდაპირ ებრძვის ქვეყანაში დამოუკიდებელ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს არის მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე კოორდინირებული შეტევა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დამოუკიდებელი ინსტიტუტების, ორგანიზაციების გაუქმებას და თუნდაც ის რომ მაგალითად რაც მოხდა ხომ სულ ახლა იყო შეტანილი ცვლილება სასამართლოების სახელმწიფოსაც მაგალითად მედიას აიკრძალა ხო თუნდაც სასამართლოს ხდომების ვიდეო და აუდიო დაწერა ხო და ასევე მათ შორის იქ ეზოში და სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხო ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთი შეიძლება ითქვას შეზღუდვის ცდელობა მედიის ხო ამით გარდა იქნა მიღებული ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ სადაც პრაქტიკულად კლიენტად რეალურად შეიცვალა ის მოთხოვნები რომ მედიას აიძულებს პრაქტიკულად ეს ცვლილებები რომ მიმართოს ცენზურას და პრაქტიკულად ეს კრიტიკული საზოგადოებრივი დისკურსი პრაქტიკულად ხდება ხო მაგალითად ის ნორმა როდესაც იტების თვირთი ინიციატორს ეკისრება ხო ანუ ის რომ რეალურად თუ კი აქამდე მედიას შეეძლო გარკვეული თემები ასე ვთქვათ დაეშუქებინა დღეს უკვე ნაკლებად შეუძლია იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასამართლო პროცესები სხვადასხვა ჩვენი გვესპის ხომ უკვე მიმდინარეობს ხო მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ და კონკრეტული ასეთი ფაქტებიც არსებობს მაგალითად ის რომ განხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო ხომ ეს რაც ჟურნალისტის ასე ვთქვათ ამომავალი შეიძლება თქვა ერთი მთავარი პრინციპია ესეც უკვე პრინციპში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და რეალურად ასეთი ნორმები და სტანდარტებიც კი
ხდება ქვეყანაში და ზოგადად ეს რეგულირებაში ნასოფლივი ხო სიტყვის გამოხატვის თავისუფლების რომელიც ეხება მაგალითად შეურაცხყოფას ხომ ასევე საჯარო სივრცეში გარკვეულ მოსაზრებების გამოთქვას რა თქმა უნდა პირიქით უკვე ეფექტს იწვევს და პირიქით უფრო მეტად ხელს უწყობს ცენზურის დაკანონებას და იძლევა ზოგადად ეს ჩანაწერები კანონში იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას, რომელიც იქნა შესაძლებელია იყოს გამოყენებული ნებისმიერი მედიის წინააღმდეგ, ნებისმიერი კრიტიკული ხმის დასახშობად და ამისთვის საკანონმდებლობა და პრაქტიკულად ხელისუფლებამ უკვე მოამზადა, რომ აღარაფერი თქვა იმ კანონმდებლობაზე, რომელიც ეხება აგენტურას, უცხოეთის აგენტ ფარას იქნება ზეგავლენის შესახებ გამჭირვალობის კანონს და შემდეგ ხო ანუ ამ ყველაფრით პრაქტიკულად ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს მედიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და პრინციპში ეს უკვე ძალიან შორსწასული პროცესია მთლიან ქვეყანაში, ხო? რაც ამ მიმართულებით უკვე რეალურად ქვეყანაში ხდება, ხო და არ დაგაუწდეს რომ ჟურნალისტი არის დღეს დაპატიმრებული და ის ელის საკმაოდ მკაცრ რამდენიმე წლიან დააჭერს იმისთვის რაზეც სხვა დროს პრინციპში რაღაც არ ყოფილა დაკისრებული თუნდაც სამართლიანი პასუხისმგებლობა თუნდაც გავს შემთხვევებთან დაკავშირებით ხო და ეს რა თქმა უნდა არის ყველაფერი მთლიანობაში ეს მიზანმიმართული თავდასხმები მედიაზე დამოუკიდებელ აქტორებზე და შეიძლება ითქვას რომ ამ ყველაფერმა უკვე კრიტიკულ ზღვას მიაღწია დღეს რომ ანუ ასეთი რეპრესიული სისტემა ქვეყანაში არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში ბოლო 30 წლის დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში. და კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა შევეხო, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია, ჩვენ მოვისმინეთ ხო მგზავნილები და თქვენგან მაინტერესებს, ანუ რამდენად ხედავთ დღეს საფრთხეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების და რას კარგავთ ამ შემთხვევაში, რას კარგავს ქართველი მოსახლეობა და არის თუ არა ეს კავშირში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან პირდაპირ ვთქვათ. საქართველოს ამჟამადელი ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის სრულ იზოლაციას, რომ ის იყოს სრულად დამოკიდებული რუსეთზე, იყოს დამოკიდებული დიქტატორულ რეჟიმებზე და კონდეს პატრიული ურთიერთობა მხოლოდ მის მსგავს რეჟიმებთან, როგორც არის ირანი, ჩინეთი და შემდეგ რუსეთი. ამიტომაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა იყოს სრულ იზოლაციაში და მათ შორის საინფორმაციო, მათ შორის ეკონომიკურ, მათ შორის რომ არ არსებობდეს შესაძლებლობა ქვეყანაში განვითარების დამოუკიდებელი ინსტიტუტებისგან. სწორედ ამიტომაც ვიზა ლიბერალიზაცია და მის შეჩერებისკენ თუ ვსაუბრობთ, ეს პირველ რიგში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. სწორედ ხელისუფლება ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს შეუჩეროს ვიზა ლიბერალიზაცია. ვიზა ლიბერალიზაციის საუბარი არის შენგენის ზონაზე, საუბარი არის ევროპაზე, რომლის წევრი საქართველო იყო და დღემდე რჩება, ხო, კულტურულად, ისტორიულად, გეოგრაფიულად ყოველთვის იყო საქართველო პოლიტიკურადაც ამ სივრცის შემადგენელი ნაწილი ქრისტიანული სამყაროს, კულტურული ნაწილი და ჩვენ სწორედაც რომ ხელისუფლების ნაბიჯების შემდეგ, ბოლო პერიოდში ნაბიჯების შემდეგ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რისკის ქვეშ დგება ეს მონოპოვარი, ეს შედეგი, რომლის მიღწევასაც დაჭირდა ძალიან დიდი მუშაობა, წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე წლის შეიძლება 10 წლის განმავლობაში კი მიმდინარე პროცესების შეჯამება იყო ვიზა ლიბერალიზაცია, როდესაც ევროპა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ხელისუფლება სამბოს ცდილობს ვიზა ლიბერალიზაცია და უკვე მიაღწია მან განახორციელოს რუსეთთან. ხო, ჩვენ რუსეთთან უკვე აღარ გვაქვს აღარ სავიზო პროცედურები. იგივე შეიძლება ითქვას ჩინეთთან და ცდილობს პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობას სხვა ალტერნატივების შესთავაზოს, ეს არის სწორედ რუსული სივრცე, ეს არის ჩინეთი და სხვა, ასე ვთქვათ, მეზობელი სახელმწიფოები, რომლებიც არ გამოირჩევიან საქართველოს ინტერესების დაცვის, ასობრად საქართველოს დახმარების პოლიტიკით, პირიქით საუბარი არის ქვეყნებზე და იმ ქვეყანაზე, რომლის სამხედრო ნაწილებს დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დღემდე ხორციელებს აგრესიას საქართველოზე და
ერთ დანაშაულისთვის მას პასუხი არ უგია, ხო, რომელიც თუნდაც რაც მიმდინარეობს ბოლო პერიოდში, ხო, სულ ახლახანს იყო დიდი ხანი არ გასულა, რაც ინტურიც ყველელობაც მოხდა და ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათლად იმისა, რომ ცდილობდეს ამ დანაშაულებებისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენებას ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე ის პრინციპში პირიქით ჩვენს ერთადერთ და ნამდვილ მოკავშირეებს, მეგობარ სახელმწიფოებს, ევროკავშირის და დასავლეთის სახით პირიქით ხოცილობს, რომ მათთან მდგომარეობა უფრო გაართულოს და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი. ანუ რუსეთს სურს საქართველოს დარჩეს მარტო, დარჩეს იზოლირებული, არც ერთი მეგობარი სახელმწიფოს დახმარების გარეშე, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღოს ის განათლება, ის ჯანდაცვა, მიიღეს რაღაც ეკონომიკური სარგებელი თუ უბრალოდ ტურისტულად ხო ვესტუმროს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს და სწორედ აქეთკენ მიმავალ გზას უკეთავს რუსეთი. ანუ ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის რუსეთის ომის გაგრძელება და ყველა ვინც საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს ეწინააღმდეგება და სულ საქართველოს იმ წარსულში დააბრუნოს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ის არის თანამონაწილე იმ ჰიბრიდული ომის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს თითოეული ჩვენთაგანის და საქართველოს თითოეული მოქალაქის და საქართველოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში. დიახ. და ბატონო უჩაწეღან არჩევნები ახსენეთ და ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ არჩევნები გასულ წელს ჩატარებული არალეგიტიმური, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო აღიარება და ზოგადად არ აქვს მას აღიარება და მომავალი თვითმმართველობის არჩევნები. ამაზე მინდა თქვენი შეფასება პოლიტიკურ გარემოსაც თუ გავითვალისწინებთ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ახლა ეს თვითმმართველობის არჩევნები მაშინ, როდესაც დამკვირვებლების უფლებები შეზღუდული არის და პრაქტიკულად მათ ფუნქცია აღარ გააჩნიათ ამ პირობებში, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს არჩევნები და პოლიტიკოსების. რა თქმა უნდა, მე ნიშნები მაქვს ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენად იქნება თავისუფალი და სამართლიანი, წინასაც შეიძლება ითქვას უკვე, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე, უშუალოდ ის დღე, როცა არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნები არის ის წინა პერიოდი, წინა საარჩევნო პერიოდი, ის თუ რა საარჩევნო გარემოში ცხოვრობთ, ის თუ როგორ მუშაობენ დამკვირვებლები, არიან თუ არა მოწვეული ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლები და ვიცით რომ იგივე ეუთოს დამკვირვებლებს უარი ეთქვათ და არ იქნა მოწვეული ხო ის საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფს ასევე ის რამდენად არის მედია თავისუფალი და ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ახლა, როცა სამოქალაქო საზოგადოება არ არის თავისუფალი და პრინციპში არის რეპრესიების ობიექტი და მიმდინარეობს უკვე მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივებით რეპრესიები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, ამ პირობებში ხო როცა იგივე არ არის არანაირი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში თუ საარჩევნო ადმინისტრაციაში, რა თქმა უნდა იმის შანსები რომ განმეორდეს გასული წლის პრაქტიკა და მოხდეს აბსოლუტურად იგივე მეთოდების გამოყენება, ეს ეხება როგორც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ეხება ასევე დაშინებას, ძალადობას და ამ შემდეგ რაც გასულ წელს ძალიან ნათლად დავინახეთ ხო რომ გახორციელდა. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ პირობებში პირიქით ძალიან რთულია ისაუბრო რაიმე არჩევნებზე, იმიტომ რომ არჩევნებისთვის უნდა იყოს რაღაც მინიმალური პირობები, მინიმალური გარანტიები უნდა არსებობდეს და მე დღევანდელი გამოსახედიდან ნამდვილად გამიჭირდება ვისაუბრო ამაზე პირიქით, უფრო ვიწროვდება სამოქალაქო სივრცე, ვიწროვდება ის თავისუფლების არეალი, სადაც ადამიანები რეალურად მუშაობენ და პირიქით უფრო მეტი ადამიანი ხდება პოლიტიკური დევნის ობიექტი, უფრო მეტი ორგანიზაცია, პოლიტიკური ლიდერები არიან აგერ ხო დაპატიმრებულები, რაღაც სხვადასხვა მოტივით და ეს ყველაფერი მთლიანობაში რა თქმა უნდა წინასწარ შეიძლება ითქვას რომ გვაძლევს იმის საფუძველს რომ ვთქვათ რომ უკვე გარემო უკვე არის არასამართლიანი და არათავისუფალი და ის რომ არჩევნების შეფასებისას მხოლოდ არჩევნების დღე არ უნდა იყოს ხედელობაში მიღებული, არამედ ის თუ რა ხდება დღეს, რა ხდება წინა პერიოდში არჩევნების წინა პერიოდი არის მნიშვნელოვანი და ეს მდგომარეობა არის ნამდვილად უმძიმესი, პრაქტიკულად არის მდგომარეობა, როდესაც არჩევნებისთვის მინიმალური რაიმე გარანტიები რომ რაღაც ჩვენი ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებთან ოდნავ მაინც მიახლოება და არ არსებობს. დიახ და ბოლოს მინდა გკითხოთ
თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ ორგანიზაციას, აღარ ჩამოთვლით რა როგორ უმძიმთ ახლა სამოქალაქო სექტორს, ხო? ჩვენ ვხედავთ, ხო, კანონები, რომელიც ერთი-მეორეს მიყოლებით მიიღეს, რეპრესიული კანონები, ასე ვიტყოდი. მაინც რა არის ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი გამოწვევა და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა ახლა ამ კრიტიკულ პერიოდში? მაშინ, როდესაც უამრავმა გავლენიანმა ორგანიზაციამ რეგიონებში ოფისები დახურა და ძალიან ბევრი ბენეფიციარი დარჩა სერვისების მიღმა, მათ შორის იყო ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ სერვისების მიმწოდებლები სწორედ. სამწუხაროდ ეს პროცესი შეეხო ძალიან ბევრს და კვლავ გრძელდება, კიდევ უფრო მეტ ორგანიზაციას შეეხება სავარაუდოდ, ამიტომაც ჩვენ რა თქმა უნდა ყველანაირად ვეწინააღმდეგებით ამ კანონების ამოქმედებას, ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, იქნება ეს საერთაშორისო, იქნება ეს გაეროს თუ ევროსაბჭოს ადამიანთა ევროპული სასამართლო თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მექანიზმები. ასევე ქვეყნის შიგნითაც ჯერ კიდევ არსებული მექანიზმები ხო როგორც არის კონსტიტუციის სამართლო თუნდაც და სამართლებრივის გარდა რა თქმა უნდა ეს ადვოკატირება იმისთვის რომ აუცილებელია შეწყდეს დევნა რეალურად ეს არის დევნა პირდაპირ შეიძლება ითქვას სამოქალაქო სექტორის და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ კალაპოტს, საიდანაც უკვე გადაუხვია გარკვეული პერიოდის წინ და ჩვენთვის ახლა სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ კამპანიაში, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს განსხვავებული გზა, იმიტომ რომ ძალიან დღეს ხელისუფლება ცდილობს ნაბიჯ მოგუდოს განადგუროს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები და დღეს თუ ვინმე ფიქრობს რომ ხვალ მას არ შეეხება, ხომ? ნამდვილად არის რაღაც თვითიმედეუნება ნამდვილად დამოუკიდებელია, ხომ? ეს ეხება სამოქალაქო სექტორს, ხვალ ეს შეეხება ბიზნესს, შეეხება ასევე უკვე ეხება მედიას, შეეხება ყველა, აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციას, ყველა კომპანიას და ყველა ადამიანს საქართველოში. ამიტომაც აუცილებელია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა და ის რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს მასობრივი რეპრესიების განხორციელება. რასაც ის პრინციპში უკვე ატარებს და ცდილობს რომ ამ ყველაფერს მისცეს მასობრივი ხასიათი. დიდი მადლობა. მედი მაქვს ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და კიდევ არაერთხელ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა საინტერესო. ისურვებთ აუცილებლად წარმატებები და გააგრძელებთ მუშაობას. უჩენ ანუაშვილი იყო ჩვენს ეთერში.